ივანიშვილი 2025 წლის პრესის თავისუფლების მტაცებელთა სიაშია. ჩამონათვალში ის პუტინის, ლუკაშენკოს, მადუროს, ორბანისა და აიათოლა ალი ხამენეის გვერდით მოხვდა. სია ორგანიზაციამ ჟურნალისტების საზღვრებს გარეშე გამოაქვეყნა. ივანიშვილი ოლიგარქა დაამოხსენიებული და წერია, რომ რამდენიმე ტელეარხი, მათ შორის იმედი და რუსთავი 2, მისი პარტიის სასარგებლოდ მუშაობს, დამოუკიდებელი ჟურნალისტები კი საქართველოში ძალადობრივად იდევნებიან. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარის სამმართველოს უფროსის პოსტზე გოგა მემანიშვილი დაინიშნა. მან ლაშა ჯოხაძე ჩაანაცვლა, რომელმაც ოფიციალური ინფორმაციით თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე რამდენიმე დღის წინ დატოვა. მემანიშვილი დედაქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს საპოლიციო ღონისძიებების, მათ შორის დაკავებების აქტიური მონაწილეა. პოლიციამ კოალიცია ცვლილებისთვის წევრი თათა ფერაძე დააკავა. მას 25 ოქტომბრის აქციაზე გზის გადაკეტვას ედავებიან. ამავე ბრალდებით უკვე მეორედ დააკავეს აქციის მონაწილე ზურაბ მენთეშაშვილი. მის წინააღმდეგ საქმე ამჯერად სისხლის სამართლის წესით აღიძრა. მენთეშაშვილს 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 5 დღეში ვიძებიჯექი ფოთში ამიყვანეს და გუშინ წინ გამოვედი და ერევანი მიყავარ. რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარეში კავკაზის პორტში რუსული საბუქსირე გემი იწვის. მიზეზი უცნობია. კრასნოდარის მხარე ღამით უკრაინული დრონების სამიზნე იყო.